დღეს ახალი სტილით 5 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ იონას, წმინდა მღვდელმოწამე ფოკას, სინოპელ ეპისკოპოსს, ღირს იონა ხუთს, წმინდა მოწამე ფოკა მემტილეს, მართალ პეტრე მეზვერეყოფილს. მართალი პეტრე მეზვერეყოფილი იმპერატორ იუსტიანეს მმართველობისას აფრიკაში ხარკის სამკრებთა მთავარი იყო. ერთხელ მან პურის ნატეხი ესროლა გლახაკს, რომელმაც მოწყალების თხოვნით თავი მოაბეზრა. ღამით პეტრემ სიზმრად იხილა თითქოს მიიცვალა და ანგელოზები მის საქმეებს განსჯიდნენ. კეთილი საქმის სპინაზე არაფერი იყო გლახაკისათვის სიბრაზისაგან ნასროლი პურის ნატეხის გარდა. მაგრამ იმანაც კი გააჩერა ბოროტი საქმეების სპინა, რომელიც უკვე დაბლა ეშვებოდა. პეტრემ მიხვდა სიზმარისეული ჩვენების მნიშვნელობას. გულით შეინანა თავისი საქციელი და სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი. ამიერიდან იგი გულუხვი გახდა. გლახაკებს დიდი სიხარულით აპურებდა. ყველას გასაჭირს ისმენდა და რითიც შეეძლო ეხმარებოდა. ერთხელ ნეტარს ძილში იესო ქრისტე წარმოუდგა. მას ის სამოსელი ეცვა, რომელიც პეტრე მოდესღაც ერთ ღატაკს უბოძა. ამ ხილვის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება უპოვარებს დაურიგა და ერთ მონას უბრძანა, თვითონ ისიც მონად გაეყიდა. აღებული ფული კი მოწყალებად გაეცა. მრავალი წლის მანძილზე წმინდანი გულმოდგინედ ემსახურებოდა თავის ბატონს. მაგრამ ერთხელ ნეტარი ნახეს ნაცნობმა ვაჭრებმა და ბატონს მონის ვინაობა აუწყეს. პეტრემ დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. წასვლის წინ მან სასწაული აღასრულა. მან ერთ ყრუ-მუნჯ მეკარე მონას ქრისტეს სახელით უბრძანა სასახლის კარი გაეღო. მან აღასრულა პეტრეს ბრძანება და მეხსეულად სმენისა და მეტყველების უნარი მიემადლა. უფლის რჩეული გაუჩინარდა და სიკვდილამდე მის შესახებ არავის არაფერი სმენია. ნეტარი პეტრეს ცხოვრება შემოგვინახა ალექსანდრიელმა პატრიარქმა, წმინდა მღვდელმთავარმა იოანე მოწყალემ. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.